გამარჯობა. შენ სახელი და გვარი? მე რაბი ამზოები. რამდენი წლის ხარ? 25. და საიდან ხარ? თბილისი. წარმატებას გისურვებ. მადლობა. რუსეთში ცხოვრობდი დაახლოებით 10 წელი და მე ჩამოვედი თბილისში და როცა თბილისში ჩამოვედი, დავიწყე მუშაობა ბარში. მე ფილერი ვიყავი კაზინოში. იმიტომ რომ სამსახური ჭირდებოდა, ახალი მოყვანილი მყავდა ცოლი. მაგრამ დიდხანს ვერ გავუწევი. ხო, ცოტა რთული იყო. და მე ისე მოხდა რომ ვიჩხუბე ამ კაზინოში. ჩხუბი როცა მომივიდა გამომიშვა სამსახურიდან და მომიწა სამსახურზე, იმიტომ რომ ქირი ცხოვრობდი და მეუღლეც ყავდა და ის ფული მქონდა გადასახდელი, მოკლედ პრობლემებში ვიყავი. მეუღლე მირჩია იცი რა ქენიო? აი, ხომ კარაოკეში რო დადიხარ, რომ ღერი ხარ, მიდი და ეხა გაიარე რესტორანში და დაიწყო სიმღერა რა. მეთქი რა სიმღერა, რომელი მომღერალი მე ვარ. ცხენო და იმიტომ რომ ისეთი მომენტია, რომ მაინც ვიღაცასთან მიდიხარ, ეუნები იცით რა მომღერალი არ გჭირდება და არაო და მე შენ უბრუნდები, ცოტა უხერხულია. მაგრამ მაინც გადავლახე ის მომენტი, იმიტომ რომ მეუღლემ უკან მეჯდა და დავაი, მიდიო. всё, იმის მერე მე მომღერლად მუშაობ. ძალიან მაგარია. ამაზე ამოიწურა ჩემი სევდიანი ისტორია. საქართველოს დამაწყებინა მომღერლობა, იმიტომ რომ გადასახდელი მქონდა ქირა. მოვა წარმატება შენთან? აუცილებლად, რაღაც აწალა, აბა რითიც მოვიდი აქ. არ შემიძლია არ კითხო, X ფაქტორი გააქვს? თავისთავად. აი ესე დამშვიდებულად ძალიან ესე იგი დარწმუნებულად აქვს. კიდევ ერთ გეტყვი, გაგიჟდებიან გოგოები რომ დაგინახავენ ისეთი ბიჭი ხარ შენ? მეც ეგეთი ეჭვია. აბა რა, დავა ეხა ახმაკი ბიჭი. ვისთან ერთად მოხვედი? ჩემი უღლესთან ერთად ის არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. კარგია. მე გეუბნები რომ გოგოები დაეყრებიან თუ შენ მეუღლე ყავს ბიჭო. აბა რა ქნას კაცო. და გაგიჟდებიან გოგოები. გადაანაწილებს ამ თავის ქარიზმას და გოგოებსაც დაყავს. გოგოებს რა შველებად? ხო, ეშველებად კაცო. აი, გამარჯობა, მოგესალმებით. გაგვეცანით თუ შეიძლება? მე რაბი ამზოები თბილისი. უკვე მესმის გოგოების ფილმი. აი, რა ბიჭია, მერტო. ვისთან ერთად მოხვედით? ჩემ მეუღლესთან. უკვე მეუღლე ყავს. ორი დათვრა. გასაგებია. ეგ არ უნდა გეთქვა. კაცმე გამომიგზავნე, მე რა. სად არის მეუღლე? დარბაზში თუ გულშემატკივრების ოთახში. ძალიან კარგი. მეუღლეს რა სახე აქვს წარმოიდგინე ხა. მოიწვევი შენ სახში. X ფაქტორს განახებ მე შენ X ფაქტორს. გვიმღერე ბატონო. გისმენ. დაასიმპათიური ბიჭია. სიმპათიური არის, მაგრამ всё, სხვისია, სხვისი. Maybe I'm foolish, maybe I'm blind. Thinking Wow. see what behind. Much he said. Got no way to prove it, so maybe I'm blind. But I'm only human after all. I'm only human after all. Don't put the blame on me. Don't put your blame on me. Some people got a real problem. Some people out of love. Some people feel I can saw them. Lord heavens above. I'm only human after all. I'm only human after all. Don't put the blame on me. Don't put your blame on me. I'm no prophet or Messiah. And shit, no, I can't somewhere higher.
put your hand on me. I'm only human, do what I can. I'm just a man, I'll do what I can. Don't put the blame on me. აი, საიქს ფაქტორები. აი, ბიჭი! ცოტა ვინერვია. არა უშავს. ბრავო მერა, ძალიან მაგარია. ძალიან ხავერდოვანად რაღაცნაირად დაიწყე. ხო, რაღაცნაირად. კი. მერეც კარგი განვითარება იყო, ანუ როგორ იყო, იცი რომ ყველაფერი გამოაჩინე ამ სიმღერაში, რაც შეიძლებოდა, რომ აი ესეც შემიძლია, ესეც შემიძლია, მაღალი ნოტით შემიძლია, ფორსირებად შემიძლია, ხრინწიც შემიძლია და ვაფშე კაცმა არის კიდევ რა შემიძლია? ხავერდოვანი ტემბრიც შემიძლია, ანუ ყველაფერი შეგიძლია. მე ძალიან მომეწონა შენი გამოსვლა. ძალიან. ყველაფერი ერთად კარგად, რაღაცნაირად შენი იმიჯიც, ეს სტატუც, ეს რაღაცნაირი შარვალიც და მოეწონა სოფის. სოფო ვერ ათავებს ლაპარაკს. ვიზუალიც და კარგი ღიმილიც. საკაიფოა. გაი. ანატა თავლე როგორი ყავს? ო ძალიან უხდებით სცენას. მადლობა. ძალიან უხდებით სცენას. ძალიან სიმპათიური ხართ. გაქვს ძალიან ლამაზი. ძალიან ლამაზი და ყველა ტემბრის ხმა, ის რომ კარგად გძნობთ მუსიკას, თან ეს ძალიან სექსუალურია ყველაფერთან ერთად. აი ბიჭო, არ თქვენს კაცო როგორც იქნა. ძალიან კარგად იყურებით. მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი ხართ. და შენ კვრიანილება. მე კვრია. მამულიჩ, სათხარ, მამულიჩ. არა, იცი რა არის? ყველა ადამიანში რა არის? ანუ უნდა დამყარდეს ეს კონტაქტი, რომ მუსიკალურადაც მოგეწონო, ესე იგი არა. აუცილებლად. ლელაც მოაჯადოვა. კაი ბიჭია და საწყენიერად ხარ. რა ჭირდება X Factors? ეს ყველაფერი თქვენ ახლა გაქვთ. შემდეგ ეტაპზე თუ გადავიდა ეს ბიჭი ცოლი არ გამოუშვებს. კი, ნამდვილად. რა თქმა უნდა, შენ ქაჩავრო იყოს საერთაშორისო, ამიტომ ჩემგანაც დიდი მხარდაჭერა შენ. მადლობა. მერა, ნამდვილად შენ გაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იდგე ამ კონკურსში და მიხვიდე ფინალამდე. დიდი მადლობა. მაგარია ცა. მე მგონი დროა გაშორდეთ, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. და მე ვიწყებ. მე ვამბობ კის. სტეფანეც ამბობს. ხო, რა თქმა უნდა, მეც ვამბობ კის. ლელაც ამბობს. კი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 4-ვე ერთად ვამბობ. მადლობა. გელოდები შემდეგ ტურში მერა. მე დავჩე?